მე არასდროს მაგალითად არ მithქვია რომ მიყიდე, ეგეთი რამე არ ვიცი, მე რაღაც მართლა უცნაურებაში ვიყავ ცოტა. ნუ აი არ მახსოვს რომ რაღაცა მინდა მიყიდე. ეგ არ ნიშნავს რომ ყველაფერი ქონდაზე არის, არა, უბრალოდ რაღაც არ. და ერთხელ მახსოვს, ეგეც მახსოვს ისე. და მამაჩემსაც არ უთქვია არა, მეც ვერ ვამბობ არა, საერთოდ ვერ ვამბობ რა, ვერ ვეუბნები ვერავის, ძალიან მიჭირს და ეგეც არასწორი, თქვათ, მშობლების ისა რომ დედაჩემს გაშორებულები არიან მოკლედ და რაღაცა და აქეთ კი და რაღაცა მაიკა მაშინ სპეკულანტებმა ეს მოუღები კიდეც სადღაც ჩამოიტანა მაიკა პოლონეთიდან ხელით იყო ფლომასტერით დახატული ზედ ქალი ზუზუებით და თურმე რაღაც ეწერა ფრანგულად თურმე აწერია ღვთისმშობელი და ეგეთი რაღაცა ქალი ზუზუები გადმოყრილი ჭორფლებით ნუ სისულელი აბსოლუტური და მოგდი სპეკულანტ დედაჩემა ნახა მოიტანა და ისავ მაშინ არ არის დახატული მაიკები არ გვაქვს ერთ და 10 მანეთი დიდი როგორ ფული იყო ყოველთვის მაიკისთვის ნამდვილად და წადიოდა მამას უთხარი გიყიდოს დედაჩემა აი რაღაც ერთმანეთის სიტყვა არ ვიცი რა იყო ნუ მე ძალიან არ მინდოდა მაგრამ ნუ კაი ხო და ნუ არაფერ მოვედი და როგორ მახსოვს მამაჩემ თავის კაბინეტში საწყერ მაგიდასთან სადაც თარგმნიდა არ ვიცი მაშინ rilkes თუ ხაიამს შევედი და აი ეს მეთქი მიყიდე თქონა რაღაც და დახედა შეხედა გახსნა წაიკითხა ეს ღვთისმშობელიც ფრანგული ეგრე იცოდა და ისო იცი რა აი ამასო არ გიყიდია აი ეგრე ხაზგასი და აი ამას არ გიყიდია რა და არაფერი წამოვიღე და მე დეჩემა მიყიდა ანუ დეჩემს სურვილი იყო საერთოდ ეგ ყველაფერი თორე მე რა ვიცოდი არც მაიგა მქონდა ნახი მანამ რაც ვთვლი რომ არასწორი გააკეთა რა და საერთოდ წადი გიყიდოს უკვე არასწორი იყო და მე ყიდვაც კიდე არასწორი იყო რაღაც ხო აი ერთადერთი უარი მამაჩემისგან იყო ეგეთ რამე